Σήμερα μαζί μας είναι εξοχότατε κύριε Πρόεδρε της Βουλής. Πρία της. Ήτανε τέτοιος να τον έχουμε κι εμείς και όλη η Ορθοδοξία και όλος ο κόσμος για πολλά χρόνια. მე არაერთხელ მithქვავს, რომ მისი უწმინდესობა ისეთივე მასშტაბის ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, როგორც იყვნენ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენი ეროვნული ლიდერები. მე-19 საუკუნეში, როდესაც ითვლებოდა, რომ ქართული ეროვნული შეგნება უკვე ჩამქრალი იყო, როცა საქართველოს ეროვნული ერთიანობა და იდენტურობა გაქრობის პირას იყო, გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე, უბრალოდ ილია, როგორც მას მოხსენიებდა და მოიხსენიებს ქართველი ერი და მან შეკრა თავის გარშემო იდეა ქართული სახელმწიფოებრივი საქართველოს ერთიანობის. ამგვარად იყო ილია, 20 საუკუნეში გამოჩნდა მეორე ილია მეორე. 70-იან წლებში, როცა ჩვენ გვიჭერდნენ კომკავშირლები თუ შევდიოდით ეკლესიებში და როდესაც ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც გამზარდა, რომლის მამა იყო ეპისკოპოსი, ჩუმად იწვევდა ხოლმე ბირჯვარს და ლოცულობდა ძილის წინ, ჩემი გაკვირვებული ზერის წინ. ამ დროს სიონში გაჩნდა ჯგუფი ახალგაზრდების, ახალგაზრდა პატრიარქის გარშემო, რომელთაც სრულიად ახლებურად დაინახეს ქართველი ერი და ქართული ერის იდეა და საქართველოს მომავალი პერსპექტივა. ხალხი, ვინც სიონში დადიოდა 70 წლებში, იმ ხალხმა შექმნა ეროვნული მოძრაობა 80-იან წლებში, რომელიც რეალურად გამოიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის ორბიტაზე და რომელიც დიდი წვლილი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაზე. სწორედ ეს საქმიანობა დაახლოებით ის პერიოდი ემთხვევა იმ პერიოდს, როცა საქართველოს ახალგაზრდობამ დაიწყო აქტიური ბრძოლა არა უბრალოდ ქართული ენის გადარჩენისთვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხელახლა გამოცემისთვის. და სწორედ ამ იდეის გაგრძელება ის ქართული სახელმწიფოების მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და რომელიც მიმდინარეობდა მთელი ეს ათწლეულები. საუკუნეების განმავლობაში, როცა საქართველოს სახელმწიფოება არ არსებობდა, საქართველოს ეკლესია იყო ის, რაც საქართველოს იდეას აცოცხლებდა. და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო რუკაზე უკვე ახალ ეპოქაში, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია, მისმა უწმინდესობამ დაიწყო, სწორედ მან დაიწყო ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელ რუკაზე დამკვიდრება. მე ყო ჩემზე ყოველთვის დიდი შტაბეჭი და რუსული ოკუპაციის დროს 2008 წელს. კარგად ვიცი რა შემოთვლები ჰქონდა მისი უწმინდესობისგან, ვიცი ეს კარგად 2008 წლის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ესეთი როლი ეთამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა მას საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციას და არ შერიგების იდეასთან, ამას პატრიარქმა გაცა ძალიან ღირსეული პასუხი და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ჩაერთვება ყველანაირ მცდელობას შეუძლის საქართველოს უკან რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების. ჩვენი ქრისტიანობა ასევე არის ჩვენი პასპორტი ევროპაში. ევროპულ სახლს ჩვენ ვერავინ ვერ შემოგვაშორდა.